იაპონია საქართველოს 2 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის გრანტს გამოუყოფს. შეთანხმებას ხელი დღეს ფინანსთა სამინისტროში მოეწერა. ცერემონიას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძეს დაესწრო. გრანტი გარემოს დაცვით პრობლემებზე დაიხარჯება. მათ შორის მოხმარდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებასა და ბუნებრივი კატასტროფების რისკის განსაზღვრისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობის შეძენას. მოხარული ვარ, რომ ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალს ვესწრები. იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა პროექტებში. თქვენი მთავრობა ძალისხმევას არიშურებს გარემოს დაცვის და სტიქიური უბედურებების პრევენციის საკითხებში. ჩვენი თანამშრომლობა ამჯერად ამ მიმართულებით გრძელდება და ეს თანხა საჭირო აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება. ეს გამოყოფილი თანხა მოხმარდება იმ ძალიან მნიშვნელოვანი აპარატურის და აღჭურვილობის შეძენას საქართველოსთვის, რომელიც არის გადამწყვეტი სწორი ინფორმაციის მისაღებად. კერძოდ, სამი მიმართულებით იქნება ეს აპარატურა შეძენილი: ერთი ბუნებრივი კატასტროფების, მეორე სამრეწველო ავარიების პრევენცია და მათზე რეაგირება და მესამე ჰაერის ხარისხის მონიტორინგი თბილისში. 200 მილიონი იაპონური იენი დაახლოებით 2 მილიონი დოლარია, რომელიც მოხმარდება გარემოს დაცვის ღონისძიებებს საქართველოში. მნიშვნელოვანი აპარატურით აღიჭურვება ლაბორატორიების შესაბამისი, რომლებიც ატმოსფერული ჰაერის სისუფთავეზე იზრუნებენ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გრანტია.